მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო. ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ 14 მარტის ვიდეოს ალენა ბრეგინესი და პანდორასი, სადაც ხდება დამუშავება და გაუქმება ჩაფიქრებული და შემთხვევითი ბიოლოგიური დასნებობებისა წვრილ დონეზე. მე ბერჯერ მithქვამს, რომ ჯერ დაავადება დაუშვათ ან ვირუსი ან რამე იქნება, ყველაფერი იქნება ჯერ მატერიალიზდება წვრილ დონეზე, ასტრალურ ან ეფირულ პლანზე, მენტალური პლანზეც კი და შემდეგ ეფირულიდან გადმოდის, იმიტომ რომ ფიზიკური სხეულის ბოლო არის ფიზიკური სხეული, ანუ მეორადი ეფირული არის თავარი სხეული და ეფირულიდან გადმოდის, უკვე გამოვლინდება ფიზიკურ დონეზე. დაავადება, როდესაც ჩამოყალიბდება წვრილ დონეზე, ვლინდება ფიზიკურ დონეზე. ხო და ამის დამუშავებას ცდილობს ალენა და პანდორა. ამ პრობლემის დამუშავებას. ხო, დაცვას აყენებს ალენა, რომ ყველა არსებები უგრძალავო ყველა ბნელ და ასტრალურ დაბალვიბრაციულ არსებებს რამეზე გავლენა იქონიონ ჩვენ სხეულებზე და ჩვენ ველებზე ამა თუ იმ მეთოდით ასე იყო, ასე იქნება, ასე იყო და ასე არის. და ეს დაცვა შეგიძლიათ თქვენს გაიმეოროთ ნებისმიერ დროს, როდესაც ან გამთხნარეთ, ან ძალა არ გაქვთ, ამ დროს ალბათ არის იმისი ვარაუდი, რომ ვიღაცა ასის თქვენ ენერგეტიკულ სხეულს და ენერგიას გწოვთ, ხელათ უკეთ გახდებით. როგორ თქვენ გნებავთ? მას დავიწყოთ. მოგესალმებითო ყველას, აქ ყველა გოგოებია შეკრებილი, მიესალმება გოგოებსაც, ეს არის პანდორა რევიზიონი, ანუ კატერინა, ეკატერინე, ოლგა ტანიდა, ლეტალია, ანუ ელენა და კიდევ მეორე ორია მგონი. და მივესალმებიო ყველასო, ვინც ჩანაწერს მოусვენსო. და დაიწყო ალენა. თებერვალშიო მე შემახსენესო ჩემი ძველი სიზმრებიო, ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი სიზმრებიო, სადაც მე მაჩვენებდნენ, რომ ადამიანების ტვინს ჭედავდნენო ობით, რომ ტვინს უჭედავდნენო ობით. მე ვხედავდი, რომ ეს პროცესები პროდუქტებით იწყებოდაო, სასკოლო სასადილოებითო, საბავშვო ბაღებითო და ეს კეთდებოდაო ზოგჯერ მიზან მიმართულად უხარისო პროდუქტების მეშვეობით, რომელიც არის იაფად ნაყიდი, ან სპეციალურად ასნებობებდნენ და ეს დასნებობება პროდუქტებისა ხდებოდა პატარაობიდან, როდესაც ბავშვები სასკოლო ასაკში იყვნენ, ან სკოლაში მიდიოდნენ პირველ კლასში. და თებერვალში, როდესაც მე შემახსენენ ჩემი ძველი სიზმრები, მე დავიწყე ნიშნების მიღება, ესე იგი მოვიდაო დრო, გავწმინდო ტვინი და სხეულები ამ ობისაგან და სოკოვანი უფროსურა საფუარი სოკოსგანო, რომლებიც იზრდებაო ადამიანების სხეულებშიო, აქტივირებას გავუკეთებთ არტეფაქტებს დაცვას. ჩვენი წრის ცენტრში მუშაობს ეტალონური დნმ, რომელშიც ჩვენ ძალიან ხშირად როგორ გითხრათ, ურთიერთობთ და რომელიც აგრეთვე არის ფილტრი, რომელშიც ნეგატივი გადაგვარდება პოზიტივში. მოდით ახლა ამ ჩვენი წრის ცენტრში შევაგროვოთ ტვინები, ჩვენი ტვინები. ხომ იცით ტვინები როგორ გამოიყურებაო ტვინი? და ამ ტვინებსო უბრალოდ წარმოსახვაში წამოიდგინეთო ტვინები და გზა, რომლის მეშვეობით ჩვენ ამ ტვინებს
გაფულტრავთო. შეგიძლიათ წყლით გარეცხოთ, დენიმითი ცეცხლით გამოწვათ, რომელიღაც თქვენი არტეფაქტებით იმუშავოთ. ეს ყველაფერი პროცესებს დააჩქარებსო. პარალელურად ხდება სხეულების და პროდუქტების განწმენდა. ჩაერთო ლეტალია. დაამბობს, რომ სტრესიო ხელს უწყობს სოკოების გაზრდაში, აგრეთვე პარაზიტების განვითარებაში და ყველაფერი რაც ჩვენ ორგანიზმში, რაც არ გვეკუთვნის ჩვენ, რაც ჩვენი არა, მათ ეხმარება გაძლიერებაშიო. რადგან ჩვენი იმუნური სისტემა სუსტდებაო. ჩვენ ახლა შეგვიძლიაო ზოგი ნივთებიო ჩაუშვათო წვრილ დონეზე შაბლონის სახით, მაგალითად ქოქოსის ზეთი, მაგრად წმინდავს, ვაშლის ზმარი, ფერმენტირებული პროდუქტები, რომელზეც მე ყოველთვის ვამბობო, ჩვენ შეგვიძლიათო გავაკეთეთო თვითონ სახლში, ოღონდ არასასურველი დანამატები არ უნდა იყოსო. რაც ეხება პრობიოტიკებს, ხო, პრობიოტიკები შეიძლება უბრალო ნიორიო. თუ თქვენ ნიორსო გაწმინდავთო, გაფუჩნითო, დაჭრითო და დაჭრილად დაიდებთო ბალიშის გვერდით, ეს უკვე მუშაობსო. პანდორა ჩაერთო და ამბობს, რომ მოდით აბსოლუტი ღმერთის შემქმნელი სახელითო მოვაცილოთო ეს ობი, წამოიდგინეთო, რომ წვრილდონზე თქვენ აცილებთო, წმინდავთო ობს. სხვათა შორის რა გამახსენდა? ახლა ობის მომყევი მე მქონდა ხილვა. ხილვაში ნახე კიბე. უბრალოდ ხის კიბის საფეხურები. ის კი არა ჩვეულებრივი კიბე, რომ ადიან სახს რომ იაყუდებენ, არა. კი, უბრალოდ გაკეთებული იყო, მაგრამ საფეხურები იყო ბრტყელი. და მოჩანდა როგორ იცით? მე არ ვიცი ეს კიბე ბოლო იყო თუ თავი იყო, ხედავდი ნათლად. კარგად ხედავდი შუა ორ საფეხურს, ხედავდი დაბალ საფეხურს, მაგრამ ნახევარს და ხედავდი მეოთხე საფეხურს ზედ, იმასაც ნახევარს. და ამ საფეხურებს შორის თითქოს იყო მუქი ფერის კედელი და ეს კედელი იყო დაობებული. ახლა წყულად არაფერი არ ხდება. აი ზუსტად ამ ხილვამ ახლა მომანახია მაინდა-მაინც ეს ვიდეო, ხო ეს ვიდეო მინდოდა მომესმინა წინასწარ, მაგრამ მივხვდი რომ რაღაც საინტერესო იყო შიგ და რომ ამის ატვირთვა მომიდებოდა და არ შემცდავარ, მე ნამდვილად არ ვიცოდი ობზე თუ იქნებოდა საუბარი. ახლა წარმოიდგინეთ, მე ხილვა მქონდა ობზე, რადგან ამ კიბის შიგ კედელზე ხედავდი თეთრ ობს. ლომად იყო თეთრი ობი კედლებზე და ზუსტად ვიდეო მაჩვენეს, სადაც ობზეა საუბარი, რომ ობისგან უნდა გაიწმინდოს წრილი დონე. აი კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სამყარო კარნახობს მე კიდე ყველას კარნახობს ჩვენ, ოღონდ ჩვენ ნიშნების უნდა მიხვდეთ, ნიშნებს რა ნიშნებს გვაჩვენებს ჩვენ სამყარო. აი ახლა გამახსენდა მე ეს ხილვა, არა, სიზმარი არ იყო, სიზმარი კი არ იყო, ხილვა იყო. ხილვა. მე მეგონა რაღაც სხვა საკითხთან დაკავშირებით იყო ეს კიბე, მაგრამ მე რაღაცამ მითხრა თითქოს პასუხი გამცა, რომ ეს იმ პრობლემასთან არა დაკავშირებული, რომელიც მე მეგონა არამედ ეს კიბეები იყო დაკავშირებული ჩემს სულიერ მდგომარეობასთან. ხო, რომ მე ძალიან ნელა მივდივარ, ძალიან ნელა ვიწევ ვიბრაციებში, სანამ მე ვდგამ ნაბის, უკვე ის წვრილი დონე, რომელიც მე უნდა ეს სიმბოლურად არა საკურველია, სანამ ეს შემდეგ ნაბის გადავდგამ, უკვე ობიექტიდება იმ გზას. მე ასე ახსენი ეს და ფიზიკურ დონეზეცო ამბობს პანდორა, ფიზიკურ დონეზეცაც გვაყრიანო ამბობს თავზე და სხვათა შორის
როდესაც თხილის სოკოთი დავადება დაიწყო მასშტაბურად აფხაზეთში და სხვაგანაც საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე მე ხელად ვიფიქრე ამ ოფს შეგნებულად ხომ არ ავრცელებენ მეთქი და ახლა პანდორა ამბობს რომ ოფს შეგნებულადაც ყრიან ციდან შემდეგ აი ეს ფაროსნების შემოსევა რომ მოხდა ბლომად რომ გავრცელდა ეს ფაროსნები მაგიც კი ვიფიქრე შეგნებულად ავრცელებენ ამ ფაროსნებს მეთქი რომ თხილის შემოსევალი ხალხს წამოგიდგენიათ თხილს 5 ჯერ წამლავს ხალხი და რას ვარგა შემდგომ ეგ შეწამული თხილი ვის უნდა აჭამოთ კარგი გაყიდე თქვენ ხომ მე ეს თხილი ხომ ეს ფუნდუკი დაშხამულია იგივე ნიგოსაც ხო წამლავე მე ფაქტიურად მეშინია ამ თხილიდან ნიგოზის ჭამა სადმას მაგისკვილი მაგრამ ნიგოზი ცოტა რბილი მაინცაა იგივე არახისი მიტისხილი და წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი რაც ჩვენ ხედავთ რომ რასაკეთებენ ძნელი ძალები ჩვენი მტრები ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ რომ სინათლეში გადადის ეს ობიც რაც ნეგატიური არის ცხოვრებაში აქ წრულ დონეზეცა საუბარი ლეტალი ამატებს რომ როდესაც თქვენი სული თქვენ ავატარში იმყოფება მაღალ ვიბრაციულ დონეზე ზოგადად აი ეს პარაზიტები სოკოები ვერ იტანენ მაღალ ვიბრაციას და კვდებიან და კიდე რამე და მე დავამატო აშინებენ ხალხს ავრცელებენ ჭორს რომ სექტემბრის მოსალოდნელი ახალი ვირუსი მაგრამ აქაც თუ თქვენ იქნებით თქვენ მაღალ ვიბრაციულ დონეზე სულ იქნებით პოზიტიურ ნოტაზე და შეეცდებით თქვენი მაღალი ვიბრაციები შეინარჩუნოთ მე წუნეთ რომ დაავადება არ გაგიკარებათ იოლ ფორმაში სოკოები ორგანიზმში ყველას აქვს ყველას იმიტომ რომ ეს სოკოს სპორები რომლითაც ესენი ვრცელდება ხარშია მაგრამ რაში მდებარეობს ჩვენი იმუნიტეტი რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ვიბრაციები და იმუნიტეტიც გაძლიერდება და ადამიანს ყველანაირი ბაქტერიები ვირუსები ყველანაირი დაავადების წამხისებლები ყავს მაგრამ თუ მისი იმუნური სისტემა სადღაც იკოჭრებს ან დაიღვევა ემაში ხდება დაავადების გამწვავება მაგალითად ობი და სოკო ეკიდება შეიძლება ჩვენ ორგანიზმში მოხდეს კარტოფილის დახმარება მაგალითად ლეტალი ამბობს კარტოფილი იყიდეთო წმინდავთო შავი წერტილები თუ აქვს იმას ამოჭრითო და დანარჩენს ჭამთო როგორც ვაკეთებთო ხოლმე მეც ვაკეთებ მასე მთლიანად კარტოფილის გადაყრა მენანება ხო კარტოფილის სხვადასხვა სორტი არსებობს და თეთრი კარტოფილს იყიდებენ არასწორათო და თუ ობი კარტოფილს ობი აქვსო ამ კარტოფილის მიღება არ შეიძლება სხვათა შორის ბევრ ბოსტნეულზე შეიძლება სოკო გაჩნდეს ახლა მე დღეს ხალხს წმინდავდი და ორი ხალხი საერთოდ გადავაგდე და ზოგს ჩამოვაშორე სიდამბლე თურმე მთლიანად უნდა გადააგდო ეს ბოსტნეული ხო ალენა ამატებს რომ მე პარალელურად ესე იგი ვუშვებ ლავას ყველა ადგილებში სადაც კი ეს სოკო არის და ობი და ეს ლავა ამ ლავათ ივსება საცხოვრებელ სასადილოები საბავშვო ბაღების სასადილოები ეს წარმოსახვაში წრულ დონეს წმინდავენ გოგოები სამავტყოფოების სასადილოში რესტორნებში ბარებში კაფეებში ინსტიტუტის სასადილოებში საწარმოების სასადილოებში ლავა წმინდავს მთელ ნეგატიურ ზემოქმედებას ობის ზემოქმედებას აგრეთვე ჩვენ ვუშვებთ ლავის ენერგიას იმ საწყობებში სადაც ინახება საკვები პროდუქტები მაცივრები საყინულეები საწყობები ბუნკერები ყველა ამ ტერიტორიებს
ვავსებთ ლავით და ნეიტრალიზაციას უკეთებთ ნეგატიურ ზემოქმედებას სოკოსგან და უბისაგან. ლეტალია ამბობს, რომ არის კიდე ქიმიური დანამატები, როგორც გემოს გამაძლიერებელი ემატება პროდუქტს, როგორც ფერის გამაძლიერებელი ემატება კიდევ აგრეთვე სუნის გამაძლიერებლებსაც უმატებენ პროდუქტს. ეს ხომ ყველაფერი ქიმიური ნივთები და ეს ქიმიური ნივთიერებები ჩვენ იმუნურ სისტემას ასუსტებენ და ხელს უტყობს პარაზიტებს ჩვენ ორგანიზმში აყვავდნენ. ამასაც უკეთებთ ანიგილაციას, ვშლით ამას, სანამ სივრცე იწმინდებაო ლავათი, ჭიმავთო სიმებს, მაღალ ვიბრაციულ სიმებს მუსიკალურ ხმებთან, ხრუსტალურ ხმებთან, ანუ ამ მაღალ ვიბრაციულ სიმებსო ჭიმავთო ხრუსტალურ ხმებთან. ხრუსტალურ ბროლის ზარები, მეტალის ზარები, ლეტალი ამბობს, შეგიძლიათ ოთახში ჩამოკიდოთო ზარები. ბროლის იქნება ეს, მეტალის იქნება, მნიშვნელობა არ აქვსო, რადგან ეს ზარები, როდესაც ვინმე გადის, გამოდის და შეხება აქვს, ხომ ქანაობს და ხმებს გამოსცემენ და თავისთავად ხდება ოთახის განწმენდა. ახლა პანდორამ დაამატა, რომ წვრილ დონეზე ძალიან ეხმარება მარილიანი წყალი და აბზინდა, რომელსაც ჩვენ ხოლმე ძროხას ვაჭმევთ. ამ აბზინდის ნახარშით კარგია გაწმენდა სივრცეს, ყველაფრის გაწმენდა. ლეტალია უმატებს, რომ მოდითო გაიფიქრეთო, რომ თქვენ ამ ყველაფერ ნეგატიურს უკეთებთო ანიგილირებას და გაწმენდას. აგრეთვე მომივიდაო დავალება გავწმინდოთო მთელი პლანეტა ამ სოკოსგან და ობისაგანო. ხო, კატერინა მეთქი. პანდორა ამბობს, ხო, მოდითო გავწმინდოთო. ალენა ამბობს, ახლა აქტივირებას გაუკეთებ არტეფაქტ ლინზას და თქვენი მიზანდახმარება, თქვენი მიზნები გადის ამ არტეფაქტი, რომელსაც ამ არტეფაქტში, რომელსაც ქვია ლინზა და ძლიერდება მილიონჯერ. ხო, გოგოები ახლა წმინდავენ დედამიწას და განწმენდის შემდეგ ხო, ზოგს აინტერესებს როგორ. წამოიდგინეთ, რომ წვრილ დონეზე ლავათ იწმინდება ყველაფერი ნეგატიური, ობი, სოკოები და ამის შემდეგ, ამ გაწმენდის შემდეგ წამოიდგინეთ, ხო, რაღა დრო მიეცით, ხო და შემდეგ წამოიდგინეთ, როგორ გასუფთავდება დედამიწის ზედაპირი, ხეები დაიწყებენ გაზრდას, აყვავებას, ჰაერი იქნება უფრო მსუბუქი, სუფთა. ხო, ალიონა გარანძობს, რომ ჩვენო ახლა, წმინდავს პლანეტას და წარმოიდგენს, მათ ხო ძალა გააჩნიათ, როგორ წმინდავთო ვიბრაცია დედამიწას ხალხს და როგორ ვუწევთო ხალხს ვიბრაციებს. ხო, და წარმოიდგინეთო ენერგიები როგორ არისო გაშლენთელი შექმნელის ძალით და ეს აბსოლუტის ენერგია უერთებაო თქვენი გულების ენერგიას. იმატებსო 1000-ჯერ და უერთებაო შემქმნელის სიყვარულს და სრულობსო არტეფაქტ ლინზის ცენტრში. ყველა ნაკადები უსათრო სიყვარულისა და ჩვენი სიყვარულისა უერთდება ერთმანეთს არტეფაქტ ლინზაში და ძლიერდება მილიონჯერ. და ეს ძლიერი ნაკადი, რომელიც გავსებულია ჩვენი სიყვარულით, აღავსებს ჩვენ დედამიწას, ჩვენ გაიას. ყოველ მილიმეტრს ამ სივრცისა. ცოცხალი არის ის თუ არაცოცხალი. იქცება ენერგიები და შექმნელის უსაზრო სიყვარულით და თქვენი სიყვარულით. გვიყვარს. ლეტალი ამბობს, მე გძნობო არომატს, ნესტიანი ტყისაო და ჰაერში დგას სოკოების არომატი, სუნი,
ეს სოკოები სხვა სოკოებიაო, რომლის ჯამა შეიძლებაო, რატომ და არის კიდევ პარასიტული სისტემის სოკოები და მე რომ გზნობ სოკოს არომატს, ეს არისო სისტემასთან ბალანსში. მე ვხედავ მაღალ ხეებს, ვხედავ შერეულ დღეს, გზნობ ესე იგი ყნოსავ სუნებს, დილას ამოდის ზე, ჩიტები იწყებენ მღერა ესა გალობას. მადლობთ ყურადღებისთვის, ამით დავამთავრებ დროებით.